კაბუმ დამირეკა და მთხოვა რომ დავხმარებოდი და მათი შვილი მომეცებნა. გაჩნდა მარიამი, გოგო, ფილტვი არ გაეხსნა და ტვინში გაჟონვა. იყო გარდაცვალების მიზეზი. შენ გააჩინე შავგრემონი ბავშვი და დაგრძალეთ, ქერა გაირკვა ცოტა გვიან. და მომაწერინეს რაღაცაზე ხელი. ხალს ბაყავს ბავშვები გაჩენილი, არ ფიქსირდებოდა მათი მშობიარობა. მოუღონ მე დავარქვი მარიამი, იქ არის გატარებული ელენეთ, ჩაჩავაშიც ელენეთ არის გატარებული. მაგრამ გარდაცვალება არ ფიქსირდება, გარდაცვალების ცნობა და გარდაცვალების აქტი, ხო? მაიმეო, ცოცხალია, იმიტომ რომ გარდაცვალება არ არისო და უცბად მიყურებს და არაო, ესე აწერიაო, რომ მოკოდაო. იმ შემთხვევაში თუ ვაწერით რომ მოკუდაო, ბავშვი იყო მოპარულიო. აი ყველაზე მეტად მაგის მეშინია ხო გავენები რომ იმ ჩემმა შვილმა სადღაც რომ გაიგოს რომ აყვანილია, იქ ჩემი ხელმოწერა არის შეიძლება რომ მე გავაშვილო. შენი ბავშვის გამოჩნდებოდა. კერა თქვენი სანდო ონლაინ მაღაზია. ხარისხიანი საოჯახო ნივთებით, ხელმისაწვდომი ფასებით და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურებით. მოგესალმებით. რამდენიმე წლის წინ ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ბავშვების მოპარვის სქემა ყველა ოჯახს შეეხებოდა. თუმცა, როდესაც კაბუმ დამირეკა და მთხოვა რომ ანუკას დავხმარებოდი და მათი შვილი მომეცებნა, მან დაარწმუნდი, რომ არ არსებობს ოჯახი, რომელსაც მსგავსი პრობლემა არ აქვს. ზოგს მოპარეს, ზოგმა გააშულა, ზოგმა იშულა, ან უბრალოდ მის ახლობელს ნამდვილად აქვს მსგავსი გამოცდილება. ანუკას ისტორიას მოგვიანებით მოისმენთ, მაგრამ დეგი გეტყვით, რომ ჩვენი სპონსორია კერა, თქვენი სანდო ონლაინ მაღაზია, ხარისხიანი საოჯახო ნივთებით, ხელმისაწვდომი ფასებით და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურებით. და თუ სადმე ნახავთ ამაზე უფრო კარგ ფასებს და უფრო ხარისხიან ჭურჭელს, დამირეკეთ და მომახსენეთ ამის შესახებ. რაც შეეხება ჩვენ პოდკასტს, ჩვენი პოდკასტი იწერება პოდკასტ პოინტში, სადაც თქვენ შეგიძლიათ ჩაწეროთ თქვენთვის ასრული პოდკასტი, ბლოგი ან ინტერვიუ. დღევანდელი ჩვენი სტუმარია ანუკა გიორგელაშვილი. ანუკა, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, ისტორიის გაზიარებისთვის და მე დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად დგება დრო, როდესაც ბავშვი გამოჩნდება. და ტყუილად გაქვს წინასწარ ეს პესიმისტური განწყობა ეთერს გარეთ ვისაუბრეთ ჩვენ და ცოტა ესე არის განწყობილი მაყურებელსაც რომ გავაგებინოთ თუ რაზე გვაქვს საუბარი, კონკრეტულად რაზე ვსაუბრობთ, რა თემაზე. და რატომ ხარ შენ ჩვენი სტუმარი, მოდი დავიწყოთ სუთავიდან. შენი მშობიარე 1998 წელს ჩაჩავა სამშობიაროში. პირველ რიგში მადლობა შენ, მართლა. ყველაფრისთვის, გვერდში დგომისთვის, მხარდაჭერისთვის, აი პატარა ნიუანსზე რომ გირეკავ და გაწუხებდი და ყველაფერს რომ მიღეჭა, აი ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის. ხო, მოკლედ ვიმშობიარე 98-ში, 16 დეკემბერს. გაჩნდა მარიამი, გოგო, ორსულობაც იყო ჩვეულებრივად ნორმალურად მიმდინარეობდა ყველაფერი, მშობიარობაც ნორმალურად. გაჩნდა მომილოცეს, რომ გამიჩნდა უჯამრთელესი შვილი. გადამიყვანეს პალატაში. ვაჭამე 6 საათი მე მყავდა, 5-6 საათი დაახლოებით მე მყავდა ბავშვი და პერიოდულად შემოდიოდა ეგთანი. სანამ არ გაიყვანეს, ვერ მოისვენეს. გავიყვანთ, უნდა დაისვენო, გავიყვანთ, უნდა დაისვენო. შენ რამის იგრძნობდი თავს, თქო, ცუდად ან თხოვდი ბავშვის არა, აბსოლუტურად არაფერს, იმიტომ რომ ვერთობოდი, პატარა ვიყავი, 17 წლის ვიყავი და რაღაცნაირად, პირიქით მინდოდა რომ ბავშვი ყოფილიყო. თან აღნიშნოთ, რომ ეს არ იყო, თქო, დაქორწინების გარეშე, ან ეს გაჩინერ ბავშვი, ეს იყო შენი და შენი მეუღლის პირველი შვილი. მოკლედ გაიყვანეს ბავშვი, დაისვენა შენო. იყვანეს და რაღაცნაირად ვერ მოვისვენა. არა, აი წინად გრძნობა რო არ ვთქვა არ შემელა, წინად გრძნობა მქონდა სასწაული. რაღაცა შიში მქონდა, ბოლო პერიოდი მქონდა საოცარი შიში. ოღონდ რის მეშინოდა მე თვითონ არ ვიცოდი. და რაღაცნაირად მინდოდა რომ ბავშვი ჩემთან ყოფილიყო. კი ვიყავი ძალიან პატარა რაღაცა, მაგრამ ეს ინსტინქტები მქონდა ალბათ. რომ გაიყვანეს ბავშვი ვერ მოვისვენე. და არ იყო გასული 9 საათი მაქსიმუმ, რა ძილი, არც დამიძინია არაფერი. გავედი, რომ შევიხედე ოთახში, ბლოკში, სადაც ბავშვები იყვნენ, ხედავ, რომ ჩემი შვილი აღარ არის იქ. სადაც აწერია გვარი, იქ აღარ წევს და
ნაცნერად დავიწყე კითხვა, რომ ბავშვი სად არის, არავინ არ იყო, გამოვიდა პედიატრი და მეუბნება ტექსტს, რომ შენ შულს გაუჭირდა მუცლიდან გამოსვლა და გადავიყვანეთ რაღაც ბარდო კამერაში, სადაც დედის ჟანგბადს ისუნთქებს რაღაც პერიოდი. 6 საათის მერე. კი, უცბად თან აი გაიყვანეს, ოღონდ ვაჭამე ჩვეულებრივად იყო ყველაფერი. იქ ნახე, სადაც იყო გაყვანილი? არა, რატომ? არა, არ მენახეს. არ შეგიშვე? არა, არ შემიშვეს. ანუ ის სადაც იწვა ბავშვი, ის ცარიელი იყო, ანუ სადაც გვარი წერია, ხო, საწოლში. ის ცარიელი იყო ის საწოლი. და გაყვანილი ყავდათ სხვაგან. გამომიყვანა პედიატრმა, დამამშვიდა, არაფერიო სერიოზული პრობლემა არ არისო, ნუ გეშინიაო და დამიწყო გამოკითხვა. გამოკითხვა ოღონდ მთელი გენეტიკა გამოიკითხა, ვის რა პრობლემა ქონდა და არავის არაფერი არ პრობლემა არ მქონია, ვიყავით ჯამრთელები, ანუ გაიგეს ეს ყველაფერი და აზუსტეს. კარგიო, არის ნერვიულო, ყველაფერი კარგად იქნებოდა და დამიდეს რაღაც ფურცლები, რაც დღემდე არ მასვენებს, იცით ამ გითხარი, რაღაცებზე მაქვს ხელი მოწერილი. ისე რომ არც წამიკითხავს, იმიტომ რომ ვიჯექი ვტიროდი რაღაცა ბავშვურად, ეს ჩემი ემოციები იყო. და მომაწერინეს რაღაცაზე ხელი. მაგაზე არ მიფიქრია, კაი ხანს, ოღონდ ეხლა ხანს გამახსენდა. გამიშვეს, ვერ ვისვენებდი, მივდიოდი და აი ამ ნერვიულობის ფონზე და რომ დაინახეს, რომ ძალიან ემოციებში ვიყავი, ჯერ ვიღაცა ერთ-ერთი ექიმი მოდის და მეუბნება ტექსტს, ცხოვრება შერ დამავიწყდება. კაიო, რა გატირებსო, პატარა ხარო, კიდე მილიონ ბავშვს გააჩენო. ხო, ნუ ეს ჩვეულებრივი ტექსტი მათი სტანდარტული დამამშვიდებელი. აი, მანდ ჩავიკეცე, იმიტომ რომ მივხვდი, რომ რაღაცა ხდებოდა. შემოდის ექთანი, მიკეთებს ნემს, დამამშვიდებელსო გაგიკეთებო და ანუ გავითიშე, დავიძინე. არ ვიცი, ვერ ვიტყვი ხა დაზუსტებით რა გამიკეთეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გავითიშე, მთელი ღამე მეძინა. დილით რო გავიღვიძე, უკვე ამბები დამხვდა, მაგრამ მე მაინც არ ვიცოდი რა გარდაცვლილი იყო, ვითომ გარდაცვლილი. ამ დროს დედაჩემს და ჩემ მეუღლეს ურეკავენ დილით და პარალელურად, ანუ შენთან რომ მიდის ესაუბრები, რომ ბავშვი გადაყვანილია ოთახში და შენ რო ხელს გაწერინებენ, არასრულწლოვანს. ხელს რო გაწერინებენ, ოჯახს რას ეუბნებიან? ეხლა კეთყვი ოჯახს, ოჯახი წავიდა ბედნიერი, ანუ ბავშვი ჯამრთელია, დედაჩემა ნახა, მეუღლემ ნახა და წავიდნენ. დამტოვეს და წავიდნენ. მანამდე არ დაურეკავთ. ბავშვი რო დამძიმდა, ანუ ხო, ამას გითხობ. არავის არაფერი არ დაურეკავს. დილით დაურეკეს დედაჩემს და კახას. უკვე ემზადებოდნენ ისინი ჩამოსასვლელად, რაღაც პამპერსები, რაღაცები უნდა ჩამოეტანეთ და ეუბნება ექიმი, რომ ბავშვი დამძიმდა, სასწრაფოდ ჩამოდით. ოღონდ რო ჩავიდნენ 10 წუთიც არ უნდა და ჩემი სახლიდან ჩაჩავამდე ჩასვლას. ეუბნებიან რომ დაგირეკეთ, უკვე ბავშვი გარდაცვლილი იყო. და ვერ გითხარით, ხო? არ ვიცი. ნუ მე დედაჩემს რაღაცები კითხვები რომ დაუსვი, იმდენად შენზე ნერვიულობდიო, რომ უკვე ხო აღარ უფიქრია იქ რაღაცების ჩაძიებაზე. ნუ ვერავინ ვერ წარმოიდგენდა. ანუ რეალურად ვერავინ ვერ წარმოიდგენდა მსგავს ამბავს. ხო, ნუ სახელით მივეცით, დავარქვი, ჩვეულებრივად მე მოვყვები რატო ვიძახი. შეუცვალეს სახელით, მე საბუთებში აღმოჩნდა. ხო, და მიცვა ბავშვს არ ატანდნენ, ვთქვამთ, რომ ჩვენ დავასაფლავებთ და ნუ კიდევ კაი ჩემო მეუღლემ გაიგიჟა თავი. არა, ნუ არ დაუტოვებია და გამოატანეს, მაგრამ როგორც ჩვენ სხვა ბავშვი იყო. რატო ჩანს ესე? იმიტომ რომ ჩემი შვილი იყო შავგვრემანი და გარდაცვლილი ბავშვი იყო თეთრი და ქერა. ხო, ეს მე არ მინახავს, მაგრამ ნუ ვიცი, ვინც ნახა იმისგან. ხო. ოღონდ ეს გაიგეთ მერე. ეს გავიგე მერე, ოღონდ. როდესაც ბავშვი გამოატანეს შენებს, მაშინ შენ არ გინახავს. თუმცა შენებს ნანახი არ ყავდათ ის ბავშვი, რომელიც შენ ყავდა ნანახი. დედაჩემა ნახა ცოცხალი და ჩემმა მეუღლემ 2 წუთით. ხო. და მერე უკვე დაკრძალვის დროს ვინ ნახა ბავშვს? ნათესავებმა. ნათესავებმა დახევდეს. იმანს წაიყვანა. ხო.
თუმცა ის რომ შენ გააჩინე შავგრემანი ბავშვი და დაკრძალეთ ქერა გაირკვა ცოტა გვიან. კი. როდის მოხდა ამ ყველაფრის გარკვევა და რა იცი რა ეგ კითხვა არ გამჩენია არასდროს და სულ აი რაღაც ამბები რაც დავიწყეთ და დაახლოებით 2 წლის წინ ხო დაახლოებით 2 წლის წინ მე დაიწყე ნათესავებთან მოკითხვა კი ანუ უბრალოდ ვიკითხე რომ ვინ ნახა ბავშვი ესეც ისე ვიკითხე იმიტომ რომ ზუსტად ვიცოდი რომ ის ბავშვი არ არის ჩემი შვილი პირველი დღიდან ვიცოდი აი არ ვიცი უმიზეზოდ ვიძახდი და მე გვეძახდნენ რომ თქვენ ანუ ილუზიებში ხართო ორივე კახაც ზუსტად ესე ფიქრობდა მე რო პირველად დაურეკე კახას და რო უთხარი რომ ეხლა უკვე კი აი ზუსტად შე რო გეკონტაქტებოდი მე ეს საბუთები ამბები ჩაჩავაში რომ მივედი მე იუსტიციაში რომ მივედი და გამომიცხადეს რომ არაფერი არ ფიქსირდება არც ეს და მე უცბად ეს მენეჯერთან რო შევედი იუსტიციის ეს ცალკე ისტორია ან გადამზადონ ან ნუ რაღაც სასწაული ხო და აი რო გავიგე ეს ყველაფერი და რო უთხარი რომ ზუსტად რო კახა მეთქი მარიამი ცოცხალია თქო და ნუ ზუსტად იცოდა ხო ეს ეხა მოუყვები ამ ისტორიას საუბარია კაბუზე ანუკა იყოს კაბუს მეუღლე და მე დამირეკა კაბუ და მითხარ რომ აი ანუკა დაგირეკავსო და მიხედეო ხო და მეთქი რა ხდება და აიო ბავშვზეო ბავშვს ეძებთო და აი მართლა შოკი მივიღე იმიტომ რომ ну უკვე ეხლა დღეს უკვე აღარავიზე აღარ მიგვირს და მართლა ისეთი ხალხი მიყვება რომ აი მე ბავშვი მომპარეს მე მომპარეს იქ რაღაც აყვანილი ვარ უკვე აღარ მიგვირს მაგრამ აი თავიდან როდესაც კაბუმ დამირეკა ჩემთვის იყო მართლა შოკი იმიტომ რომ მართლა არ მეგონა რომ თან იმდენად პატარები ხართ ორივე რომ ვერ წარმოვიდგენდი რომ ეს ცოტა ხნის წინ მოხდებოდა ეს ამბავი თუმცა ნუ მაგის მერე უკვე ბევრმა ისტორიამ ჩაიარა და ნუ მივხვდით რომ არავინ გამონაკლისი არ არის არა კაბუ ეძებს თვითონ იცი რა გვერდით მიდგას მაგრამ ბავშვი რა თქმა უნდა ნუ ეძებს როგორ მოვძებნოთ მითხარი აი რაც შესაძლებელია გავაკეთეთ აი რა გააკეთეთ აი მაგიტომ არის ზუსტად რომ იმედიც რაღაცნაირად არა ვითარ შემთხვევაში რა გააკეთეთ და იუსტიციაში მიხვედით რა იუსტიციაში ხო ეს ცალკე ამბავი ოღონდ იუსტიციაში მივდივარ, ნუ ჯერ არ ფიქსირდება და ბოლოს ანუ თან რამოდენიმეჯერ მივედი. ერთხელაც მithor ვიღაცა გამასაუბრეთ, ან მენეჯერი, ან ვიღაცა კომპეტენტური ცოტა რომ რაღაცა გავერკვიო. იქნებ დამეხმაროს. თან ძალიან თხოვნით, იმიტომ რომ იქ თვითონ ბავშვები არიან, იმ დროს თვითონ მე მგონი საბავშვო ბაღში იქნებოდნენ. ხო, ახალი დაწყებული იყო ეს ამბავი და თვითონაც გაურკვევლობაში იყო. და შევდივარ, გამოდის მენეჯერი და მეუბნება. ანუ რა გნებავთ ესე და კარგია მაშინ ანუ ტექსტი ზუსტი ერთ-ერთი. კარგია მაშინ იუსტიციაში არქივში დავწეროთო განცხადებაო და თუ არ მოიძებნაო იქაცო დავაფიქსირებთ რომ საერთოდ არ გიმშობიარეაო. ხო, ბევრია ესე. ანუ ეს ტექსტი. კი, ბევრი დედა ვერ ამტკიცებს რომ იმშობიარა. ხალს ბავშვები გაჩენილი და მარტო იმიტომ ვერ ჩიოდნენ, ვერაფერს ვერ აკეთებდნენ, რომ არ ფიქსირდებოდა მათი მშობიარობა. აი პირველი სამშობიაროს ეს ძალიან ცნობილი ამბავი იყო, როდესაც პირველი სამშობიაროს ექიმებს რამდენიმე ათილმა გამაურჩილა 90-იან წლებში და ვერაფერი ვერ ქრეს, იმიტომ რომ ვერ დაადასტურეს რომ გააჩინეს ბავშვები და წამოვიდნენ უკან. ხო, ნუ ჟენს მე 4 წლის მერე მომწე 4 წელი ვიარე. აი ეს ისტორიულად მივდიოდი, ვკითხულობდი, აბა დაბადების მოწმობები მინდა ჩემი შვილებს ეს შემყო. მithuliდნენ შემდეგ სამს. არა პირველი არ ფიქსირდება, ნუ არ ფიქსირდება და სხვათა შორის ხო ბოლო მისვლაზე ვინც მიპოვა ის უკვე სხვა მენეჯერი იყო, ძალიან დამიდგა გორჭა. აი რაც შემიძლია გავაკეთებო, ძალიან ადამიანურად ახლოს მიიტანა გულთან ეს ამბავი და მithყარი ვიცი რომ თქვენ არა უბრალოდ რაღაცა იქნებ დამეხმაროთ და აღმოაჩინა ეს ჩემი შვილის დაბადების მოწმობა. ოღონდ მე დავარქვი მარიამი, იქ არის გატარებული ელენეთ, ჩაჩავაშიც ელენეთ არის გატარებული, დაფიქსირებული და დაბადების მოწმობა ჩანსო და კომპიუტერს უყურებს და თვითონ იყო შოკში ეს ბიჭი. მაიმეო, ცოცხალია, იმიტომ რომ გარდაცვალება არ არისო და უცბად მიყურებს და არაო, ესე აწერიაო რომ მოკოდაო.
კუთხეში ხელით მიჯღაპნილი მოკვდა. ეს ხო ჩვენ ამოვხსენთ, ხო იცი ეგ ამბავი. ჩვენ გვითხრა ერთ-ერთმა გინეკოლოგმა, არ ვიცი ხარ რამდენად მართალია, მაგრამ აი ამ ქალმა გვითხრა რომ იყო ეს ამ სქემაში იყო ესეთი კოდური სიტყვები, რომელსაც ვიყენებდით ხო რა და იმ შემთხვევაში თუ ვაწერით რომ მოკვდაო, ბავშვი იყო მოპარულიო. და თუ ვაწერით რომ ბავშვი გარდაიცვალა და გარდაცვალების აქტი თუ არსებობდა, ამ შემთხვევაში ბავშვი იყო ნამდვილად გარდაცვლილი. ანუ სხვადასხვა რაღაც თვითონ თავისი ენა და კოდური სიტყვები ქონდა შექმნილი რა. მაგრამ გარდაცვალება არ ფიქსირდება, გარდაცვალების ცნობა და გარდაცვალების აქტი, ხო? ნახე, მე გამიკეთეს უკვე ერთ კვირაში ამომიგდეს გარდაცვალების. ხო და რანაირად? ანუ 4 წელი თუ არ არსებობდა დაბადების მოწმობა, რანაირად გაჩნდა? არ ვიცი, იმიტომ რომ ანუ ვერაფერი ერთიდან მეორესთან, მეორედან მესამესთან და უკვე აზრი არ ქონდა, ერთი და იგივე პასუხს იღებ. იმიტომ რომ შენ პირველად მითხრეს რომ არ ესწორ სახელს მეუბნებიო, იმიტომ რომ მე ვეძებდი მარიამით და რა მნიშვნელობა აქვს, ანუ როცა გეკითხები ჩემ შვილებს, ხო მეუბნებით მითულით რომ ამისი თუ ამისი, რომლის გნებავთ? ანუ რა თუნდა ეს სახელის თქმა. აი მე ჯერ ეს ერთი ვიცი, იმიტომ რომ მარიამი დავარქვი და სხვა სახელით დააფიქსირეს, მაგრამ თქვენ დაბადების მოწმობა გააკეთეთ მაშინ? არა. არა. ვერ მოასწრეთ. არა, ხო. ვერ მოასწრეთ. ანუ ოღონდ კახამ დაარქვა სახელი, იქ რაღაცას ხელი მოაწერა. ხო, ნუ დაფიქსირებული. ბავშვი აბულაშვილია? კი. ელენე. კი. აბულაშვილი ესე წერია. ერთგან წერია აბულაშვილი, მეორეგან წერია აბუაშვილი, ჩემი გვარიც არასწორად არის მითითებული ერთ-ერთში. ნუ მოკლედ. მაგრამ შეიძლება გაშულებულია შენი გვარით. შეიძლება. იმიტომ რომ შენ მოაწერე ხელი რაღაცას, რაც არ ვიცით რას მოაწერე. გარდაცვალების ცნობას რაც შეეხება, ის რამდენი წლის შემდეგ იპოვეს? ეს მიპოვეს, ანუ ეს ხო მითხრეს რომ მოკვდა ეწერა და უცბად, ანუ მე თვითონვე უთხარი, კარგით მოვთხარი, ხა ორ კვირაში მოვალ მეთქი ან ერთ თვეში თქვა და ზუსტად ვიცი რომ გარდაცვალების მოწმობაც დამხვდება მეთქი და გაიღი ბიჭს და მივედი მართლა მე რაღაცა 2-3 კვირაში და ავიღე გარდაცვალების მოწმობაც. გარდაცვალების მოწმობა ემთხვევა, ანუ სწორად არის გარდაცვალების. და გარდაცვალების აქტის ამონაწერი ხომ არა აგიღია? გარდაცვალების ერთადერთი ფურცელი, რაც მომცეს, ოღონდ იქ ცალკე მთელი ამბების მერე ჩაჩავაში, იმიტომ რომ ჯერ მითხრეს, რომ დაიწვაო ყველანაირი საბუთი დამწვარეაო და მერე აღმოჩნდა, რომ არ იყო დამწვარე. იქ წერია, რომ ფილტვი არ გაეხსნა და ტვინში გაჟონვა. იყო გარდაცვალების მიზეზი. ფილტვი არ გაიხსნა 6 საათის მერე. კი, 6 საათის მერე, როცა ვაჭამე, როცა მომილოცეს, რომ ძალიან ჯამრთელი შვილი მყავდა. გარდაცვალების აქტის ამონაწერი არის საბუთი, რომელშიც წერია თუ ვინ დაარეგისტრირა ბავშვის გარდაცვალების ცნობა. რადგან არსებობს გარდაცვალების მოწმობა, უნდა არსებობდეს პირველი პირი, ასე ვთქვათ, რის საფუძველზეც გაიცა გარდაცვალების ცნობა. და აი ამას თუ ნახავ, შენ იქნებ რაღაც ხელშესაჭიდი მაინც ვნახოთ, რომ ვნახოთ ვინ დაარეგისტრირა. აუცილებლად. ძალიან უცნაური არის შემდეგი ფაქტი. არც ერთ დედას და არც ერთ შვილს არ აქვს უფლება, რომ მიიღოს დაბადების აქტის ამონაწერი. ანუ ვინ დაარეგისტრირა ჩემი შვილის დაბადების მოწმობა, მე ამის გაგების უფლება არ მაქვს. კაი. ხო, ანუ დღემდე, ანუ მე რომ მოვითხოვე ხარ, რომ ვნახო ვინ დაარეგისტრირა ჩემი ბავშვის დაბადება, მე ამის უფლება არ მაქვს. ანუ აი არ ვიცი რანაირი უაზრო კანონი, ანუ ვერ ხვდები, ვერ ვიგებ. რატომ? არც ბავშვს არ აქვს იმის უფლება, რომ ნახოს საკუთარი დაბადების აქტი. ანუ ჩემი შვილი რომ მივიდეს ვერ? არა. ვერა. და რა უნდა გავაკეთო? აი ხო. აი ნახე, დაბადების აქტი არის საბუთი, რომელიც გაიცემა, ანუ რომელიც არსებობს იუსტიციაში, დაბადების მოწმობამდე, ანუ დაბადების მოწმობას იღებს ამ დაბადების აქტის საფუძველზე. დაბადების მოწმობის მიღების უფლება გააქვს, მაგრამ ამ აქტის ნახვის უფლება შენ არ გაქვს. რატომ არ გვაძლევენ ამ აქტის ნახვის უფლებას არ ვიცი და რატომ არ აძლევენ დედებს იმის უფლებას რომ ნახოს თუ ვინ დაარეგისტრირა მისი შვილის დაბადების მოწმობა ესეც არ ვიცი. მაგრამ ნუ ეს კარგი ეს ერთ თემა.
ეხლა მეორე თემა. გარდაცვალების აქტი ასევე არის საბუთი, რომლის საფუძველზეც გაიცემა გარდაცვალების მოწმობა. თუმცა გარდაცვალების აქტის ამონაწერის მიღების უფლება გვაქვს. ანუ შენ უნდა მოითხოვი იუსტიციაში ახლა გარდაცვალების აქტის ამონაწერი. მაგრამ მანდაც ნახე როგორი ესე სიტყვების თამაშია, შენ რომ მოითხოვ გარდაცვალების აქტი, მაგას არ გაძლევენ, არ მოგცემენ. ანუ გეუბნებია რომ გარდაცვალების აქტის გაცემის უფლება არ აქვს, მაგრამ გარდაცვალების აქტის ამონაწერი რომ მიიღო, ამის უფლება გაქვს. გარდა ამისა, მე ყველა დედას მაინც ვურჩევ მიუხედავად იმისა, მოპარეს ბავშვი თუ საკუთარნებით გააშველა, რომ მივიდეს საბურთალოს ტრეფიკინგის აგენტოში და დააწეროს განაცხადი, რომ თანახმა, რომ თუ მისი შვილი დაიწყებს მის ძიებას, რომ მან გასცეს, რომ ტრეფიკინგის აგენტომ გასცეს მონაცემი დედის შესახებ. მაინც დაწერე. იქნება არსებობს შენ სახელზე გაშულება რა. ეხლა საინტერესოა ჩაჩავაში რას ამბობენ? მეტი არაფერს. აი ეს ფურცლები მომცეს, რაც მომცეს, რაღაც ხელით ნაჯღაპნი და ვსე მეტი არაფერს. სიმართლის ციგნის ამონაწერი მოგცეს? კი. იქ ზუსტად არის ყველაფერი? არ არის ზუსტად. იქ მამა საერთოდ არ ფიქსირდება. საერთოდ არ არის მამა. არის დედის გვარზე, იქ. ამას ვამბობ, ხო, რომ შეიძლება შენ გვარზეა გაშული. იქ დედის გვარზე. ელენე გიორგელაშვილია. და წერია რომ ხო, ნუ ეს არის დაფიქსირებული, რომ ფილტვი არ გაიხსნა, არ დაიცვალა ტვინში გაჟონვით. ბავშვი დღეში გამოატანეს შენებს? მეორე დღეს. ანუ რომ უთხრეს რომ გარდაიცვალა მაშინვე მე იმის მეორე დღე რა რო არ შევწდე არ ვიცი. მე მგონი მეორე დღესვე. ხო, ამიტომ ოღონდ ჯერ არ გამოატანდნენ, მაგრამ ანუ გაკვეთა მოხდა. ესე უთხრეს. აქტში წერია რომ მოხდა გაკვეთა? აი საბუთი რომელიც მოგცეს. სადაც წერია რომ აი ეს გაჟონვა დაემართა ბავშვს და ფილტვი არ გაიჭირ, ფილტვი არ გაიხსნა 6 საათის მერე როგორი მარაცმე და ბავშვი მაგრამ ჭამანი მთელი დღე. და 2 საათი მე არ მყავდა 2 საათი მაშინ ეს პროცედურები იყო რაღაცა. დაახლოებით 8 საათი მთლიანობაში. მაგრამ მაშინ თქვენ გარდაცვალების სხვა მიზეზი გითხრეს, ხო? კი, გითხრეს ქლამიდიოზი გარდაცვალების მიზეზი. რაზეც უმკურნალობდით თვეების მანძილზე. მე გადავწყვიტეთ, რომ გაგვეკეთებინა კონტროლი სხვადასხვა კლინიკაში. ძალიან ბევრ მედიკამენტს ვიღებდით. და გავაკეთეთ, მაშინ იყო ეს ლაბორატორია, არ ვიცი შეიძლება ახლაც არის შავი ჭირი, რაღაც ესე ერქვა. გავიკეთეთ ჩაჩავაში და კიდე სადღაც მესამეგან. ანუ არც ერთგან არაფერი არ ამოგვივიდა ხლამიდიოზი და ეს იყო ციტომეგალოვირუსი. ყველგან იყო აბსოლუტურად 0. არსად არაფერი არ გქონდა და ჩაჩავას ლაბორატორიაში გაკეთებულ ანალიზებში გქონდა დიდი რაოდენობის ეს ყველაფერი. რაც იდეაში მიზეზად დაასახელეს. მე პასუხი იყო ის, რომ ვაიმე როგორ მოხდა ეს, რატო ხდება ხო, ეკითხეთ, დედაჩემმა ეკითხა. და ჩვენთან მაინც სხვა ლაბორატორია, სხვა დონის ლაბორატორია და იქ ვერ გააკეთეს. ვერსად ვერ გააკეთეს, მარტო ჩაჩავაში გააკეთეს. მარტო ჩაჩავაში გააკეთდა. ანუ თვეების მანძილზე თქვენ გასმევდნენ წამლებს და მკურნალობდით იმაზე, რაც რეალურად არც ერთ სხვა კლინიკაში არ დადასტურდა. იცი რა, თან რა არის, იცით ამოის ქლამიდიოზი და ეს ვირუსები მე არ ქრება ორგანიზმიდან. მის მერე სამი შვილი გავაჩინე, ნუ ხელიდან არ გამიშვია არც ერთი მართალია, მაგრამ ნუ აღარც იყო ეგ პერიოდი. მაგრამ მე ჩემი შიშები მქონდა. ვიკეთებდი ისტერიულად. ანუ სულ ვიკეთებდი ამ ანალიზებს. არაფერი მცირე რაოდენობითაც კი არაფერი არ მქონია და ეს არა თან ეხლა გამორდის გამორდის მკვდებიან ბავშვები ანუ გაიხარო. კი, ეს მერე და მერე გავიკეთ, მაშინ არ იყო ესე არ ყვიროდა ეს ქლამიდის გაგებული. ეს ვინც რომ ქლამიდიოზის გამო გარდაიცვალა. ვინც ბავშვები არა. არ გისაუბრია იმის მერე? არა. რატო? ხო და იმაგას გეუბნებოდი ზუსტად წეღან, რომ მინდა რომ დაველაპარაკო. ხო, იმიტომ რომ ნახე რა ხდება
რეალურად გარდაცვალების აქტში, ნუ სიმართლის სიგნში ჩაიწერა სხვა დიაგნოზი. ეს დიაგნოზი ჩაწერა ალბათ ან პედიატრმა ან პედიატრის ჩაწერილია. პედიატრმა ჩაწერა დიაგნოზი? იმიტომ რომ იქ ჩემი გინეკოლოგის ხელმოწერა არსად არ არის ეს არაფერში. პედიატრის ცოცხალია? არ ვიცი და რაღაცა გაურკვა ვიკითხე. არავინ არ მეუნება, ხა იქ არავინ არ მყავს ისეთი, ვინც დამეხმარება შინაური და ესე ვერც მიხვდები რა ხელნაწერია. ხო. რაღაცა სხვა გვარი წერია. ყოველ შემთხვევაში ჩემი გინეკოლოგის არა. და ისე თუ მოხდა რომ მაშინვე ჩაწერეს სხვა დიაგნოზი, ეს ხო თავისთავად ნიშნავს იმას, რომ მაშინვე შეუცვალეს ბავშვს დიაგნოზი და ძალიან დაამძიმეს, ხო? ანუ ამაზე გინეკოლოგს ხომ უნდა კონდეს პასუხი. რა აქ რატო წერია სხვა რაღაცა და მე რატომ მას ვიწამლები ერთი წელი. მაგრამ შემდეგი სხვა მომდევნო ბავშვებიც იქ გააჩინე, ხო? კი. და მაშინ რამე საიჭვო არ შეგიმჩნევია. არა, ვერც წარმოვიდგენდი. ვერ წარმოვიდგენდი, უბრალოდ ვერ დაუშვებდი ესეთ რაღაცას. აი ხო გეუბნები რაღაცნაირად ინტუიციურად ვიძახდით, რომ ნუ ეს ბავშვი არ გარდაცვლილა ჩვენი შვილი. ანუ ვიძახდით და სულ ვიცოდი წლების წინ სანამ ეს შენი ამბები დაიწყებოდა, რაღაცა გაშუქდა ტელევიზიით, ხელიდან გაუვარდა თო ბავშვობები აქალს თო ვიღაცას და აი მაშინაც კი ის მომენტი მქონდა რომ ნუ ერთი მომენტი ვიფიქრე რომ მეთქი ჩემიც ხელიდან გაუვარდათ ბოლო-ბოლო. იმიტომ რომ ვერ წარმოვიდგენდი, ნუ აბსურდი იყო. და ხო სულ გეფიქრება ყოველ დღე, ყოველ წუთას თუ არა ყოველ დღე მაინც ხო გეფიქრება ამ ამბავზე და ფიქრობ რომ არარეალურია რაღაცა. მე მით უმეტეს რაც გავერკვი ამ ხლამიდიოზის ამბებში რაღაც მე იმ პასუხებიდან გამომდინარე სულ იყო ეჭვი. და ნუ შე რო გამოჩნდი და მან ზუსტად ვიცოდი უკვე. აი სანამ შენთან დავრეკავდი, მაშინვე უკვე დავიწყე ჩაჩავაში მისვლა, მე უკვე შენ მოკვალიანებდი. ტესტი გაკეთებული აქვს. ტესტი გაკეთებული გვაქვს, მაგრამ ორივე. ერთი. ისა MyHeritage-ი? ეგ გვაქვს გაკეთებული. Ancestry? არა. ხო და სასწრაფოს უნდა გავიკეთოთ Ancestry და მე გადმოგცემ შენ Ancestry-ს. მართლა? აუცილებლად. მე მახსოვდა რომ გაკეთებული იყო. არ მახსოვდა ეს რომ დაიკარგა, მაგრამ გადმოგცემ შენ. საჩუქი ჩვენი ემიგრანტები გვიგზავნიან ხოლმე ტესტებს და მადლობა. ერთ-ერთ შენ გადმოგცემ როგორც კი ჩამოვა ამ დღეებში. ძალიან დიდი მადლობა. გაკეთებული. ეხლა რა შვებით ბავშვები რას ამბობენ? კაბუ რას ამბობს? რა მოლოდინები გაქვთ რა? ბავშვი, იცი რა არის ეხლა უკვე ბოლო პერიოდი, ბოლო წლები. უკვე დავხურა ეგ თემა, იმიტომ რომ მე თვითონ ძალიან ცუდად ვიყავი რაღაც პერიოდი, ძალიან. ვცდილობ რომ აღარ ვილაპარაკო მაგ თემაზე. ისე მოლოდინი გვაქვს და იმედი არის, მაინც ცოტა, მაგრამ აი ყველაზე მეტად მაგის მეშინია ხო გეუბნები რომ იმ ჩემმა შვილმა სადღაც რომ გაიგოს რომ აყვანილია, იქ ჩემი ხელმოწერა არის შეიძლება რომ მე გავაშვილო. ხო, მაგრამ ნუ ხო და შეიძლება არ დაიწყოს ძებნა. ყველაზე მეტად რისიც მეშინია. ძებნას ყველა ვარიანტში დაიწყებს. თავარია რომ დაიჯეროს მე რომ შენ არ გაგიშვილებია და მე ვფიქრობ რომ ის ამას იმედია დაიჯერებს. აუცილებლად. შენთვის და დღეიდან კიდევ ძალიან ბევრი სტუმრისთვის ნოემისგან მარიამისგან გვაქვს საჩუქარი და იმიტომ რომ ხარ მოსული შავებში ავარჩიე წითლები. ნახე სილამაზეა ძალიან და საოცარი გოგოა. საოცარი გოგოა და ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა და ყელსაბამის წითელი აგირჩიე. შენ კი გიყვარს ყველაფერი შავები, მაგრამ მე მინდა რომ ცოტა გავფერადდე. ხო, მინდა რა. იმიტომ რომ ისეთი ლამაზი გოგო ხარ, რომ შენ აუცილებლად უნდა ანათებდე და ძალიან არ ძალიან დიდი მადლობა. ეს შავებში რო დადიხარ. ძალიან დიდი მადლობა მარიამს და ნოემს ძალიან დიდი მადლობა და მისი დახმარებით უნდა ანათებდეს. გავფერადდეთ და გავანათ ცოტა ბერა. აუცილებლად. და ბავშვსაც აუცილებლად ვიპოვით, იმასაც გადავცემთ. საჩუქრებს. მადლობა სტუმრობის სანაკა. მადლობა შენ ჩემო სიცოცხლე. ყველაფერი აუცილებლად ძალიან კარგად იქნება. მადლობა თქვენ ყურადღებისთვის. მადლობა. ნახვამდის.